დაუბრუნდეთ ისევ ტურიზმის თემას. აქტიური ტურისტული სეზონის დაწყების ფონზე ტურისტული რეგიონების სტუმრების მისაღებად ემზადებიან. ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფრასტრუქტურის გამართულობა ენერგომომარაგების საიმედოობასთან ერთად. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებისა და უკანონო კრიპტომაინინგის საკითხმა მიიპყრო მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად გამრიცხველიანების პროცესი დაანონსა, რასაც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც ეხმიანებიან. Რამდენად მზად არის მესტია აქტიური ტურისტული სეზონისთვის, რა გავლენას ახდენს ენერგეტიკული პრობლემები ტურიზმზე და რა გამოწვევებია რეგიონში. ამ და არა მხოლოდ ამ თემებზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი კი არის სასტუმრო ბანგურიანის დირექტორი ლაშა ჯაფარიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. მოგესალმებით ბატონ ლაშა და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობათ. დავიწყოთ სეზონისთვის მზადებით, დაიწყო ზაფხული, ამინდები კი ცოტა ისევ გრილია, მაგრამ საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს მესტიაში ტურისტული სეზონისთვის მზადება. არის თუ არა უკვე ჯავშნები? გამარჯობათ კიდევ ერთხელ. მესტია 2026 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებით ხვდება. გვაქვს უამრავი ჯავშანი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები გვყავს. ჯავშნები გვაქვს უკვე მიღებული ოქტომბრის ბოლომდე, შუა რიცხვებიდან ბოლო რიცხვებამდე და მიმდინარეობს აქტიურად უკვე სეზონი. მართალია, ამინდების ხელშეწყობა იმდენად არ იყო, მაგრამ უკვე სტაბილურდება ამინდიც და გვაქვს უამრავი ჯავშანი. აქტიური სეზონი დაიწყო უკვე მესტიაში. ლაშა, ძირითადად სტუმრებს აიდან ელოდებით და რომელი პერიოდია ხოლმე ყველაზე აქტიური? თქვენ აღნიშნეთ, რომ ოქტომბრის ჩათვლით ჯავშნები არის. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, თქვათ ეს პერიოდი რო ავიღოთ, ყველაზე აქტიური რომელია და ყველაზე აქტიურები რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან? ყველაზე აქტიურად თანამშრომლობენ ჩინური კომპანიები და ჩინეთიდან მყავს ვიზიტორები, კორეა, პოლონეთი, ასევე მყავდა სტუმრები გერმანიიდან და სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მყავდა რამდენიმე სტუმარი უკვე. და ყველაზე აქტიური სეზონი მაინც დატვირთულობის თვალსაზრისით პერიოდი როდიდან გაქვთ თქვენ, აი რომელი თვეებია? ყველაზე აქტიური პერიოდი ზოგადად სვანეთში არის აგვისტო. აგვისტოს თვეში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები ჭარბია და ძალიან დატვირთული პერიოდია აგვისტოს თვე. ასევე ძალიან საინტერესო, აი რატომ ირჩევენ სვანეთს და რას თავაზობთ თქვენ ადგილობრივი ბიზნესები ვიზიტორებს? აი რითი ცდილობთ, რომ მათი ინტერესი, ვინც ჯერ კიდევ თქვათ, ვისაც არ აქვს ესე ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილი სად წავიდეს და სად გაატაროს ზაფხული, რას თავაზობთ ისეთს, რაც მხოლოდ სვანეთისთვის და კონკრეტულად მესტიისთვის არის დამახასიათებელი? რა არის ნიშა ტურისტულ ბაზარზე და რუკაზე, რაც მონიშნული აქვს მესტიას? რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, გამორჩეული ბუნება, კულტურული მემკვიდრეობები, სვანური კოშკები, მთის ტურიზმი, სათხილამურო ინფრასტრუქტურა და ავთენტური გარემო. უძველესი მუზეუმები, სახლ-მუზეუმები, ასევე უშკული ვიცით ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება, რაც ყველა ტურისტს აინტერესებს და უნიკალური გარემო არის, რა ხელშეუხებელი, ბუნებრივი, რაც აინტერესებს ჩვენ სტუმრებს და როგორც ასევე საფეხმავლო ტურებია უამრავი, დადიან და თვითონ ბუნება და ასევე მუზეუმები, მე-7-მე საუკუნის ტაძრები და ეს ყველაფერი, რაც არის ძველი, ხელშეუხებელი, ეს იწვევს ძალიან დიდ ინტერესს მათში. ლაშა, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, რომ მთელი წლის ტურისტულ ლოკაციად იქცეს მესტია? თუ აი ამას რამე შემოფარხებელი ფაქტორები აქვს? მნიშვნელოვანია, რომ სვანეთი მხოლოდ ზაფხულისა და ზამთრის სეზონებზე არ იყოს დამოკიდებული, რადგანაც დიდი პოტენციალი აქვს, შეუძლია 4-ვე სეზონზე ბევრი ტურისტი მიიღოს, ძალიან ბევრი, მაგრამ აქ უკვე ინფრასტრუქტურის გამოწვევებია, აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს რეგიონს, როგორც ზამთარში გზების კუთხით,
როგორც ცენტრალური გზების, ასევე შიდა გზების, სასტუმრომდე მისასვლელი, საბაგირომდე მისასვლელი გზები უნდა იყოს გაწმენდილი, რათა ზამთარში ტურისტები მივიღოთ და უნდა იყოს გამართული ყველანაირი პირობა, ელემენტარული პირობა, რაც ტურისტს სჭირდება. ასევე ტურისტის მისაღებად დამატებით მისაღებად სჭირდება ფრენების დამატება აუცილებლად, რადგანაც არასდროს არ მოიპოვება ბილეთები, იმდენად დატვირთულია ფრენა. თბილისიდან გულისხმობთ, ხო? დიახ, ნატახტარიდან არის სრულიად დატვირთული და ფიზიკურად არ ყოფნის. მოთხოვნა დიდია, მაგრამ მიწოდება არ არის ავიარეისების. და აუცილებლად ესაჭიროება სვანეთს, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ გზა არის ცოტა შორი და ამავდროულად ნაწილი გზის მოსაწესრიგებელია, ბევრს ურჩევნია, რომ ისარგებლოს ფრენით. და ამიტომ მიწოდება ვერ ხერხდება, მოთხოვნა უფრო მაღალია. აი ხა რა სიხშირით სრულდება ეს ფრენები და რამდენი იქნებოდა ვთქვათ ყველაზე მაღალ სეზონზე საკმარისი? ესეც რომ ვთქვათ. დღეში ორჯერ მოფრინავს, როგორც ვიცი, როგორც მაქვს ინფორმაცია, უბრალოდ ამინდზეა დამოკიდებული. კარგ ამინდში დაფრინავს მხოლოდ. მაგრამ მოგეხსენებათ პატარა არ მახსოვს ზუსტად 18 ადამიანს იტევს რა. და ვერ ყოფნის რა, ანუ ხა რამდენით აჭარბებს მოთხოვნა ლაშა? რამდენით აჭარბებს? ძალიან აჭარბებს, ძალიან. აი გაორმაგებაც არ უშველის? გაორმაგებამაც შეიძლება ვერ უშველოს, წარმოიდგინეთ და ძალიან ბევრი გზის გამო ან უბრალოდ შიშია გზის, ან ხო ხდებით გრძელი გზის გამო თავს იკავებს, ფრენის ბილეთსაც ანუ ვერ ყიდულობს და ამიტომ თავს იკავებს სვანეთში სტუმრობისგან. გასაგები, აუცილებლად მინდა მოვასწრო კიდე იმ თემასაც, რომ შევეხოთ. კრიპტომაინინგი ერთ-ერთი აქტუალური თემაა ბოლო პერიოდში, რაზეც საუბრობთ ჩვენ, საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, მოსახლეობას და ასე შემდეგ. ბიზნესზე როგორ აისახებოდა კრიპტომაინინგი, რომელსაც მთავრობამ უწოდა, რომ უკანონოდ ხდებოდა ამის მოპოვება და ხდებოდა ასევე ელექტროენერგიის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენება. რა პრობლემებს გიქმნიდათ თქვენ და გადაწყვეტილება, რომელიც გამრიცხველიანებას გულისხმობს, ეს რა გავლენას მოახდენს თქვენზე როგორც ბიზნესზე? თვითონ მაინინგი მე არ ვიცი რა სივრცით და სიხშირით ხდება სვანეთში, მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს და დატვირთვას გამოიწვევს თვითონ ელექტროგადამცემ ხაზებზე. თვითონ ელექტრომომარაგების კუთხით ძალიან პრობლემურია სვანეთი. როდესაც ახლა ზამთარში მოგიხსენებათ ან ახალი წლის პერიოდში ან თითოეულობისას ელექტროენერგია არ მოეწოდება ადამიანს, თუ გინდა იყოს სასტუმრო და თუ გინდა იყოს ოჯახი, ეს არის, რა ვიცი, კატასტროფულია უბრალოდ რა ამ თემაში, როდესაც ესეთი შემთხვევები. ხშირია ამ წინა ზამთარს, თვითონ ახალ ახალი წლის დღეს დიდხანს არ გქონდა ელექტროენერგია. პირადად იქ ვიყავი მე. უბრალოდ ძალიან რთულია მაგ გადაწყვეტილების მიღება სვანეთისთვის, რადგანაც აი გამრიცხველიანების კუთხით, ჩემი აზრით არ იქნება მაინც და მაინც სწორი, რადგანაც ანუ არ უნდა შეეხოს ყველას. ჩვენ ახლა როგორც კომპანია, როგორც სასტუმრო, დენის გადასახადსაც ვიხდით, წყლის გადასახადსაც ვიხდით. ანუ სასტუმროები და შეზღუდული შეპესეები იხდიან გადასახადს ჩვეულებრივად. უბრალოდ არსებობს ადგილები, სოფლები, ანუ მესტიამდე, სადაც საერთოდ არ არის არც ტურიზმი განვითარებული და არც არაფერი რა, ანუ ძირითადი საქმიანობაც არ გააჩნიათ ხალხს და ცხოვრობს გაჭირვებული ხალხი სოფლებში და როდესაც გაზიფიცირება არ არის და გაზი არ გააჩნია რეგიონს, ზამთარში იმ გაჭირებულ ოჯახს მხოლოდ ელექტროენერგია რომ აქვს, აი მასზე გადასახადის დაკისრება ცოტა რთული საკითხი არის რა და აი ამ კუთხით არ ვეთანხმები, თორე რა თქმა უნდა ვინც ბიზნესს აწარმოებს და
ვისაც სასტუმრო აქვს ან რაიმე კომპანია აქვს, ისინი უკვე ვიხდით კიდევაც გადასახადს. როგორც ცნობილია, ლიმიტი იქნება მოსახლეობისთვის, ანუ უფასო ელექტროენერგიის საკითხი შენარჩუნდება, უბრალოდ თქვენთან დაკავშირებით მაინც მინდა რომ დავაზუსტო და უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ დროშებით შეზღუდული მოწესრიგება, გამრიცხველიანების ვთქვათ, ან აღრიცხვის ელექტროენერგიის თქვენი აზრით ხარისხს ელექტროენერგიის მიწოდების და მათ შორის სავარიო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს და ხარისხს გაზრდის? ანუ ნაკლებად გექნებათ ისეთი შემთხვევები, როცა ელექტროენერგია აღარ მოგეწოდებათ? აი გეტყვით ახლა არ მინდა როზე პირად თქვა რა მე ზუსტად ამ საკითხში გარკვეული არ ვარ, შეიძლება ოდნავ გაუმჯობესდეს, მაგრამ ჩემი აზრით თვითონ რეაბილიტაცია არის საჭირო თვითონ ამ ელექტროსისტემის თლიანად. სელები საჭიროებს განახლებას. დიახ, თავისთავად. დიახ, როდესაც ოდნავ წვიმა მოვა ან თოვლი მოდის, იმ დღეს ვიცით რომ ელექტროენერგია არ გვაქვს და არ ამგონია მხოლოდ ეს დატვირთულობა იწევდეს ვიღაცას ახლა სახლში ისედაც ანუ დიდი ენერგია არ მიეწოდება ოჯახს. ის ენერგია რომ დატვირთვა გაწიოს ელექტროგადამცემ ხაზზე. და ასე რომ შესაბამისად ლოგიკურად გამოდის რომ თუ იმის დატვირთულობის გამო არ არის მხოლოდ ეს პრობლემა, არის პრობლემა იმის, რომ რეაბილიტაცია ჭირდება ელექტროგადამცემ ხაზებს. დიახ, თვითონ ენერგოპროც ამბობს, რომ თანხები ჭირდება იმისთვის, რომ ინვესტირება ჩადოს ამ ინფრასტრუქტურის გადაიარაღებაში. ძალიან დიდი მადლობა ლაშა წარმატებებს გისურვებთ. ერთი რაღაცის დამატება მინდა ბოდიში ერთ რაღაცას რამდენიმე სიუჟეტი ვნახე, არ ვიცი რომელ ტელევიზიაში იყო, არ მახსოვს, მაგრამ უბრალოდ იყო, რომ სვანებმა რაღაც ფიცი დადეს ამ მაინინგის შესახებ, რომ არ ჩართავდნენ და ეს არის დეზინფორმაცია, იმიტომ რამდენიმე ათეული კაცი შეიკრიბა და არ ვიცი ფიცი დადეს თუ რა მოხდა და ხალხი ღიზიანდება ამაზე, რომ ეხა წმინდა ჩვენთვის სვანებისთვის ეს ფიცი და ამბობენ, რომ თითქოს ფიცი დაირღვა და ესე არ ყოფილა და სადგანაც საშუალება მაქვს, რომ თქვა საჯაროდ არ ყოფილა ესეთი ფიცი დადებული რაღაც მასიურად სვანეთის მიერ რომ რაღაცას არ ჩართავდნენ, ანუ ერთ ჩართავდნენ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იქ რაქნა, დღემდე ჩემთვის უცნობია და ასე რომ სვანებისთვის ფიცი წმინდაა და ჩვენ გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ლაშა თქვენი დროისთვის, წარმატებებს გისურვებთ და წარმატებულ სეზონს გისურვებთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო სასტუმრო ბანგურიანის დირექტორი ლაშა ჯაფარიძე.